დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ, ნომერზე 557-98-95-88 უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გვიპასუხოთ ჩვენს დღევანდელ კითხვაზე. მისაღებია თუ არა ხელისუფლების პროპაგანდისტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოების ზედმეტი ნაწილი, ვინც ქართულ ოცნებას არ ეთანხმება, ქვეყნიდან უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ან დავიჭერთ, ან ყველანაირ პერსპექტივას მოუკლავთ, მოусპობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ჩვენს მხარეს. ასეთია ძალიან გახშირებული განცხადებები ხელისუფლების მხარდამჭერი პროპაგანდისტებისა, სოციალურ ქსელში ეს განსაკუთრებით იგრძნობა, წადით ქვეყნიდან, ვინც არ გვეთანხმებით, ვინც ჩვენს მხარეს არ ხართ, ვინც არ იზიარებთ იმ გზას და იმ კურსს, რომელიც დასახულია ჩვენი გუნდის მიერ. ასეთ შეფასებებს და კომენტარებს წერენ სოციალურ ქსელში პროპაგანდისტები. სულ ცოტა ხნის წინ კი ჩვენ ერთ-ერთი რადიოსადგურის მეშვეობით მოვისმინეთ ზაზა შათირიშვილის განცხადება. ის ამბობს, რომ იმ ახალგაზრდებს და იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომელიც ზედმეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ემიგრაციაში წასვლა მოუწევს და უნდა წავიდნენ კიდეც. ამბობს ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამ ფონზე ჩვენ ბუნებრივია დღევანდელ ინტერაქტივში ღიად და პირდაპირ ვსვამთ ამ შეკითხვას საზოგადოების წინაშე. მისაღებია თუ არა ხელისუფლების პროპაგანდისტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოდან უნდა წავიდეს ქვეყნის ის მიუღებელი და ზედმეტი საზოგადოება, რომელიც არ იზიარებს ქართული ოცნების მიერ დასახულ პოლიტიკურ კურსს. 557-98-95-88 თქვენ შეგიძლიათ ღია ეთერში დაგვიკავშირდეთ თქვენი შეფასებებით და თქვენი კომენტარებით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ღიაა ქვეყნის საზღვრები ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც ჩამოსვლას მოისურვებს საქართველოში დარჩენის მიზნით. ბუნებრივია ტურიზმის საწინააღმდეგო არც ჩვენ და არც საზოგადოებას არაფერი არ აქვს, მაგრამ ინდოელებით, ბანგლადეშელებით, პაკისტანელებით, თურქებით, ირანელებით თუ სხვადასხვა ერების წარმომადგენლებით ივსება ჩვენი ქვეყანა. და ისედაც მძიმე გვაქვს ამ ფონზე ემიგრაციის კუთხით მდგომარეობა. ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, მასიურად ტოვებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და ახლა, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ახლა, როდესაც ყველა წასვლაზე ფიქრობს, მიზან შეწონილია თუ არა, სწორია თუ არა, მართალია თუ არა ხელისუფლების კონკრეტული პროპაგანდისტების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი ამბობენ, რომ საზოგადოების ზედმეტმა ნაწილმა ხაზს ვუსვამ ამ სიტყვებს, საზოგადოების ზედმეტმა ნაწილმა, ვინც არ ეთანხმება ქართულ ოცნებას, ქვეყანა უნდა დატოვოს. პირველი ზარია ქვეყანაში, ეთერში გისმენთ. ესე იგი, არანაირად არ გეთანხმებით. დღეს რო ესე ფიქრობს ახალგაზრდა, შეიძლება 5 წლის მერე სულეთ შეცვალოს აზრი. და რატომ უნდა დავკარგოთ ეს ახალგაზრდა ჩვენი სამშობლოსათვის? დიახ. დიდი მადლობა თქვენ. მეც ასე ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ, არავის, არც ერთ მოქალაქეს, არც ახალგაზრდას, არც უფროსი თაობის წარმომადგენელს არ უნდა აკადროს არავინ და არ უნდა მოუწოდოს განსაკუთრებით პირდაპირ ეთერიდან, რომ წადით ქვეყნიდან. ვინც არ გვეთანხმებით წადით, ეს არავინ არ უნდა გაბედოს. ეს ქვეყანა მარტო ერთი კაცის, ერთი პარტიის, ან ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის კი არ არის, ეს ყველას ქვეყანაა და ყველას სამშობლოა. მით უმეტეს მძიმეა იმის მოსმენა, რომ თუ არ გვეთანხმებით დაგიჭერთ, ან წადი, ან დაგიჭერთ, ან წადი, ან დაგიჭერთ და ახლა უკვე ასაკოვანი ქალბატონების დაპატიმრებაზე არიან გადასული სამედიცინო ნიღაბის გამოყენების გამო. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ, შეხმა ისმის ხო? ისმის ქალბატონო, გისმენთ. თქვენ სამოგევლე. მოგესალმებით სულო, ილია. მოგესალმებით. ჩვენ უკვე გზავნილი მივიღეთ ქართველმა ხალხმა, ჩვენი მთავრობისგან. არაფერში არ მჭირდებით, ვინც ჩემ გვერდში არ განხარჯო. მე გაგეცილი მაქვს შუა ყველაფერიო, აქეთ ჩვენი ხალხი და იქით წყალს დაგიღიათ, მე წყალს დაგიღიათ, თქვენო, ყველაიო. სამშობლოს დაკიეთო გეუბნებიან პირდაპირ. ასეთი
ისტორიაში არ დაგვიწია ჩვენ. ჩვენ რამდენი უამრავი და ისტორია საქართველოს არის თავის გადაჭრის ძველების ისტორია. მაგრამ ამ ფერიდას მოყოთავი ახალ გადაჭრილი ჩვენ პროგრამაზე ჩვენ. ეს ჩვენ მიწაზე. იმდენი მნიშვნელია ხალხ ამ ხისკაც. იმდენი დოლარი შემიძლია მე რა ჩანთერებს კაცო 100,000-ობის ხალხ. იმდენი ფაბრიკაა, იმდენი სიკეთე აგრიცენები აი ქვეყანა. აღემა მეცლენ დაანგრიენ. ხოდა ახლა თქვენ ციტადი ხალხურა ხალხი ხარ, ჩაქარეთე. ჩვენ კიდევ მე და ჩემი ამბობ. ჩვენ ადმინისტრაციულად გავიცხადა ხა. ახლა არის ერთიანები ძროი. ვიცადა ქართულ მიწაზე იგივე ჩამოვიდეს ემიგრანტები. დიდი ლაშქარი შექმნათ. დიდი უბედურობა ან ხუთი თამდე იმართოს. აბა რა გახსნა ფერგასო. აფერი არ გამიგონია არ გამიგიცხე და არ გამისმენია ვინმეზე. აი თავრობა და რა არის. აი რაკა მოგვიანილი სხვა პლანეტებზე გამოსული ვინცებია. დიახ, მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის, გასაგებია თქვენი სათქმელი, ინტერაქტივის შეკითხვა შეგახსენებთ, მისაღებია თუ არა ხელისუფლების პროპაგანდისტების განცხადებები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ საზოგადოების ზედმეტმა ნაწილმა, ვინც ქართულ ოცნებას არ ეთანხმება, ქვეყანა უნდა დატოვოს. 557-88-95-88 ეს სტუდიის ტელეფონის ნომერია. ჩვენ ადრეც გვითხრეს, რომ იაფი ფრენები იქნებაო ევროპის და სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით ქუთაისიდანო. 20-30 ლარადან ცოტა მეტადან ნაკლებად შეძლებთ ფრენებს და თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთო. და ახლა უკვე ბოლო დროს კვლავ აქტუალურია ეს თემა, განსაკუთრებით ინტერნეტში იწერება. განსაკუთრებით მედიის საშუალებით ხდება ასეთი ფრაზების შემოპარება საზოგადოებისთვის, რომ ვინც არ გვეთანხმებით, ზედმეტი ხართ და წადით. და არსად არ წავალთ, მოდით გავაგონოთ ამ ეთერიდან ხმა ყველას. არავინ არსად არ წავალთ. არ გვინდა წასვლა, ჩვენ სამშობლოში გვინდა ცხოვრება და ჩვენს ქვეყანაში. თუ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, რომც არ მოგცეთ, მაინც აღვრჩებით. მზად ვართ იმაზე, რომ თუ კი თქვენ გადაწყვეტთ და ყველას დაგვიჭერთ მთელ ქვეყანას, კი ბატონო, ჩავждებით ციხეში. მაგრამ არ წავალთ არსად. ზარია, გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. ქართველი გაქცევა ევროპის ვიზა ლიბერალიზაცია დაიწყო ნამდვილად. დიდი სიძაბილი ქართველები. არა მარტო ვიზა ლიბერალიზაციით არ დაწყებულა, ნახევარი საქართველო 90-იანებში რუსეთში წავიდა და სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა ნუ ვიტყვით მაინც და მაინც რომ მხოლოდ ლიბერალიზაციის დროს დაიწყო რუსეთში ადამიანებად არის. იტალიაში მანამდეც დადიოდნენ, მოხუცებს უვლიდნენ და მასიური სახე ჰქონდა ადრეც ამას და დღესაც გრძელდება სამწუხაროდ. ჩვენ დასაუბედუროთ. განაგრძეთ ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ. ბატონო ილია. დიახ. რუსეთში ადამიანებად ზომეთავს. რა მნიშვნელობა აქვს სად რა და რანაირად? თავარია ქართველი გარბის ჩვენი ქვეყნიდან ეს არის უბედურება. არაბიზაცია მიდის, ვიხედავ. დიახ. რამე საკეთებს პატრიოტალესი? დიახ. აი კონსალტინგის ბიჭები ალბათ სავარაუდოდ აქციასაც აპირებენ. დასაპირეთ პატრიოტალეს. აი ირმაინაშვილი გამოვიდა რამდენიმე წუთის წინ ეთერში და მან არ გამორიცხა აქციის ორგანიზება. ეს უნდა გითხრათ, დიახ. არ გისმენიათ ალბათ თქვენ. მადლობა ზარისთვის, რა მნიშვნელობა აქვს ვინსაც წავა და რა გარემოში მოხდება? მთავარია ქართველი გარბის. მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს პოლონეთში, ევროპის ქვეყნებში, ჩემი ოჯახიდანაც არიან წასული. ძალიან მძიმე შრომით შრომობენ ეს ადამიანები. და არც ზნედა უკარგავთ, არც პატრიოტიზმი და არც ეროვნულობა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში წასულ ქართველებს. არა აქ მნიშვნელოვანი ვინსად გარბის, მთავარია ქართველი გარბის და დამატებით კიდევ გვეუბნებიან რომ ზედმეტი ვინც ხართ, ვინც არ გვეთანხმებით, წადით და არაბებისთვის გავხსნათ ამ დროს გზაო და არაბული ქალაქები ავაშენოთ. ზარია ეთერში, გისმენთ? დღემშვიდობისა ქალბატონო, მოგესალმებით. მაიავა ციდან ადრინორეკე. დიახ. და მინდა მოგმარტო ჩვენ კი ასავანთ ისე ინჩაბოლე ასულებია და ისაც არ მოძრა ქართველები და იქაგზავნი პენცალქი არაბები ყველანი ხალხი მოიწასა დიახ და პენამფიშავი პენ თორე უკვე აპოვიდა კეშტელი ყოლები და
არტისტობა უკვე ისხანია ვიცი. დიახ, მადლობა. დიახ. არა? დიახ. ქალბატონო, წყვეტილად ისმოდა თქვენი ხმა, მაგრამ თავარი გავიგეთ, მადლობა რომ დაგვიკავშირდით, გაითიშა როგორც ჩანს. მისაღებია თუ არა ხელისუფლების პროპაგანდისტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოების ზედმეტმა ნაწილმა, ვინც ქართულ ოცნებას არ ეთანხმება, ქვეყანა უნდა დატოვოს. და შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო რადიო სიხშირიდან, რადიო გადაცემიდან ზაზა შათირიშვილმა გააკეთა მაგალითად ასეთი მოწოდება. სხვებმაც ბევრმა სოციალური ქსელების მეშვეობით იაფი ავიაბილეთები და იაფი ფრენები ქუთაისიდან ხომ გაქვთო ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ და იქ იმუშაოთ უცხოეთში. ზარია გისმენთ? სამაგიეროდ არაბებმა უნდა დაიკავონ ეს ქვეყანაო. როგორც თბილისში უკვე შეძლეს და გარკვეული უბნები ხელში ჩაიგდეს. შემდეგ კიდევ ორი ქალაქი უნდა აუშენოთ. მერე ინდურ ქალაქებზე იქნება საუბარი. აჭარაში რა ხდება, ყველამ ვიცით რომ თურქების მასიური მოჭარბება აქ ცალკეულ ეროვნებებზე კი არ ვსაუბრობ მე და რომელიმე ეროვნების მიმართ სიზღი კი არ მაქვს. ჩემი სამშობლო მიყვარს პირიქით. ისევე როგორც თქვენ, ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს და ამ საფრთხეებზე ვფიქრობთ და ვწუხართ. მთელი გულით ყველანი. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? როგორი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, როგორი ჩვენიერი სამშობლო გვაქვს. ვინ, სად, რატომ უნდა წავიდეს აქედან? როგორ შეიძლება ასეთი მოწოდება, რომ მე ვიღაცა მეუბნება შენი ქვეყნიდან წადიო, თუ არ მეთანხმები და არ მოგწონვარო. თავრობები დროებითია და წარმავალია. ხალხი და ქვეყანა მარადიულია. და გმირები არიან მარადიული და ამ გმირების ქვეყნიდან ვერავინ ვერ გაგვაქცევს ჩვენ იმის გამო, რომ ვიღაცას არ ვეთანხმებით. ზარია, გისმენთ? გთხოვთ დაიცადოთ. 557-58-95-88 ეს სტუდიის ტელეფონის ნომერია. დაჭერების ეს მასიური ტალღა, რასაც ვხედავთ, ძალიან შემაწუხებელი და შემაშფოთებელია. სამედიცინო ნიღაბის გამოყენების გამო ადამიანების დაჭერა. ასაკოვანი 72 წლის დევნილის დაკავება. კადრებს ვხედავთ, სადაც მოხუც ქალბატონებს მიათრევენ და მანქანაში სვამენ. ამაზე მე ცალკე გადაცემას გავაკეთებ აუცილებლად. ეს ყველაფერი გროვდება და ემოცია მართლაც რომ დიდია უკვე. საზოგადოების 75% რომ არჩევნებში არ მიდის, ეს 75% რომ არც ტელეეთერში რეკავს მაგალითად, არც სოციალურ ქსელებში არაფერს არ წერს და დაკვირვების რეჟიმშია. გონია ხელისუფლებას ან ვინმეს გონია რომ მათ მოსწონთ ეს ვითარება რაც არის? არა, მათ არ მოსწონთ და სწორედ მათი სათქმელი და ხალხის ძალა თლიანობაში ძალიან მალე გამოჩნდება. როგორ აფასებთ ხელისუფლების პროპაგანდისტების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოების ზედმეტი ნაწილი, ვინც ქართულ ოცნებას არ ეთანხმება, ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ეს არის დღეს ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. ჯერისეთი გამიკვირდა ასეთი ვიღაცა სისულელები თქვა, მათ ძალიან გამიკვირდა და გაოცებული ვარ. უბრალოდ როგორი რეაქცია უნდა მქონდეს, არც მაგი აღარ ვიცი. ანუ რაც გვეუბნებდა, რა უფლებით, უბრალოდ რა უფლებით გვეუბნება ჩვენ ვიღაცა დეგენერატი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ აქედან. ვინ არის ის? მე არ ვიცი ვინ არის. თუ მას არ მოსწონს რომ მას არ ეთანხმებიან, მაშინ თვითონ წავიდნენ. იმიტომ რომ მაგენი უფრო ნაკლები არიან ვინემ ისინი, ვინც მათ ეთანხმება. ხერხეთ ასვამობ? ანუ ეს ხალხი არის ვიღაცა, ეს პარტია თუ მოძრაობა თუ რა ქვია, მაგას მთავრობა ჩვენი, ბევრად ნაკლებია რაოდენობით ვინემ ის ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგ არის. ამიტომ წავიდეს ის და დაგვიტოვოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის. ჩვენ არ გვინდა ქვეყანა, სადაც იცხოვრებენ მარტო უცხო ტომელები და ჩვენ აქ არ ვიცხოვრებთ. ჩვენმა მამა პაპამ აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა ჩვენთვის მოიყვანა და არა ვიღაცისთვის, რომელიც მოვა ჩამოვა აქა თავისი ოჯახი და აქ იცხოვრებს. ამიტომ უნდა გამოვიდეთ სულ ყველა, ვისაც ასე თუ ისე აზრი დაგვრჩენია თავში და გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ წაბრძანდით აქედან ყველა.
დაგვიტოვეთ ეს ქვეყანა არის საქართველო, ძველი სახელი არის იბერია და ეს იბერია უნდა იყოს ქართველების. ჩვენთვის არის ეს ქვეყანა. ამიტომ ვისაც არ მოვწონვართ, წაბზანდნენ აქედან. ეს არის პასუხი. წაბზანდნენ თვითონ, ვისაც ჩვენ არ მოვწონვართ. დიდი გასაგებია მადლობა. ქალბატონო თქვენი სათქმელი, ვისაც ქართველი და საქართველო არ მოსწონს, არ ვიცი, მისი ადგილი ნამდვილად არ არის აქ, მაგრამ საზოგადოებას რომ მოუწოდო, მიმართო რომ წადით, ეს მიუღებელია და ეს გააკეთეს და აკეთებენ ხშირად. თქვენ გონიათ მიუმართავ ქართულ ოცნებას, რომ საჯარო მოხელეებს მოსწონთ ეს ვითარება, რაც ხდება, ეს არაბიზაცია, არაბული ქალაქები გნებავთ, დაჭერები და ასე შემდეგ, გინდათ ეს რეპრესიული კანონები, არა. თვითონ პოლიციელებს ვიცნობ მე პირადად და ისინი არიან უზომოდ შეწუხებული, გარკვეული ნაწილი ყველაზე არ ვსაუბრობ. შეწუხებული არიან პოლიციელები იმით, რომ სამედიცინო ნიღაბის, პირბადის გამოყენების გამო უწევთ ქუჩაში ადამიანის გაჩერება. ამ პირბადის ჩამორთმევა, შემდეგ მტკიცებულებების სახით სურათების გადაღება ასეთი ადამიანისთვის და ბოლოს დაკავება აი ამ ყველაფრისთვის პოლიციელებს რცხვენიათ ამის გაკეთება დიდ ნაწილს. ზოგი ყველაფერს კი კადრულობს, მაგრამ ბევრი პოლიციელი თავმოყარეა და ეს ირცხვილებათ. ჯარისკაცები, როდესაც ხედავენ, რომ სპეცრაზმი სისასტიკეს იჩენს მოქალაქეების მიმართ, არ მოსწონთ ეს და არც ქვეყანაში არსებული ვითარება მოსწონთ. თავად სპეცრაზმის წარმომადგენლებსაც არ მოსწონთ ის, რასაც ხედავენ ქვეყანაში ბოლო დროს, მაგრამ ამას საჯაროდ ხომ ვერ იტყვიან, ვერც პედაგოგები გამოდიან საჯაროდ და ამბობენ, იმიტომ რომ შიშია დაბრუნებული, ყველა სფეროში შიშია. შენ თუ რამე კრიტიკულს იტყვი, სამსახური უნდა დატოვო მაშინ. აი ესეთი საქართველოსთვის ვიბრძოლეთ ჩვენ? როდესაც იმ წინა რეჟიმს ვებრძოდით, უპირისპირდებოდით, ვამხელდით, აი ეს გვინდოდა მიგვეღო ასეთი შიშის დაბრუნება კვლავ? ზარია ეთერში, გისმენთ, ბოდიში. დიახ. ალო. გისმენთ. ალო, გიცე, დიახ. ბატონო ილია, ხო. მომისმინოს ბოლომდე. მე არა ვარ არც ნაციონალი, არც ეგენი რო არიან ეხლა ხო, რომელიც არაფერს არ წარმოადგენენ. არაფერს არ წარმოადგენენ, ბატონო ილია, არაფერს. და რა უფლება იმას ჩვენი აზრით ახსოვს. მე თუ არ მომწონს არაბები, მუსლიმანები, თურქები, ასეთი ნაცები ხარ თუ სატელევიზიო არხებიდან გვეუბნებიან, ვისაც არ მოგწონთ ეს. ამისთვის ვიბრძოლეთ, ვიბრძოლეთ კიდევ ვიბრძოლეთ. ბატონო ილია, ეს არ შეიძლება. წინ წავიდეს, რასაკეთებს ქალბატონი ირმა. ქალბატონ ირმას ეთერი ქონდა, ახლა ხანს ისაუბრა ყველაფერზე. და ჩვენ ყველა გამოვას გვარი. არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი და საქმე არაფერი არ წესდება. ის ბატონო ილია რა ხდება? დიდი მადლობა ზარისთვის, აი ოჯახის სიწმინდის დღეს, როგორ გაერთიანდა ერი, ხომ? აი ასეთივეს მიიღებენ ბოლოს. რომ გავერთიანდებით მართლა ყველანი, ზეპარტიულად, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობას, ვინ, რომელი პარტიის მომხრეა, ვინ რა პარტიის წევრია, პარტიამ და პარტიულობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. არავითარი პარტია არ არის ახლა საინტერესო. არც ერთი და არც მეორე და არავინ საერთოდ. როდესაც ქვეყნის წინაშე ამხელა საფრთხეები ჩნდება. აი ამდენი ვიქნებით, რაც ახლა კადრებშია და ბევრად მეტიც კი. მთელი საქართველო დაირაზმება ბოლოს. ყველა ბრაზდება ამდენი უსამართლობით. ზარია, გისმენთ? დიახ. გამარჯობა. მოგესალმებით. ილია, ნამდვილად ცუდი გამოთქმა არის, რასაც ვუძალით, მაგრამ არ ამგონია რომ ზანა შათირიშვილს დიდი პიროვნება ბოდიშ მოგეხსით რომ ალბათ კონტექსტი ვერ იყოს ყოფილა. კი, ზუსტად ასეთი კონტექსტით ბრძანა მან და სოციალურ ქსელში მე ამას გავრცელება მოხდა და სხვებიც წერენ უკვე დღეს. ბოლო დღეებში რაღაც არნახული მასშტაბი მიიღო. ბევრი შემხვდა ესეთი განცხადება. წადით, ვინც არ გვეთანხმებით, ზედმეტი ხართ, გვეუბნები. როდესაც ქალბატონი ირმადეს თქვენი საზოგადოება აწყობდა მიტინგებს, ცნობებს, საპროტესტო აქციებს, იქ ჩვენ ვამაყობდით, მეც იქ ვიყავით. ფუთოლი არ უნებრევია. ასე იყო. რაც შეეხება ბოდიშ მოვიხდი კიდე პოლიციელს და ჯარისკაცს და იმას დააჭერებს. თქვენ ხომ მითით რომ ქვევით ვინც არის ინოდება თავრობის ახლა რომ გადადის ისევ და გადაჭედოს გზა ეს მიღავი ეხლა წამოვიდა რომ აი ჩავენ თავს რომ მიღბიანებს ვიჭეს არ არის ბატონოლიაზე აშავებენ თუ არ დააშავებენ
არ გადმოვლენ. ქალბატონო, მესმის, რასაც ამობ, დაშავებას რას გულისხმ? რასში ხედავთ დაშავებას? გზის გადაკეტვა? გზის ჩაკეტვაზე სადაკეტვა. გზის გადაკეტვისთვის შეიძლება ადამიანი ერთი წლით ციხეში გავუშვათ? არა, იცით რა, მოგაპატიეთებია. თქვენ რომ მოხოთ მთავრობაში, მე ძალიან მინდა რომ მოგზანდეს თქვენი ორგანიზაცია, რომ დააშავოს, უნდა იყოს კანონი, რომ მიტინგი და პროტესტი სხვა არის და დანაშაული კიდე სხვა არის. ერთხელ ჩაიდინე გადაფრთხილეთ მეორე საჯერია. დანაშაულს რას გულისხმობთ? გზის გადაკეტვა რა ასეთი მძიმე დანაშაული გგონიათ, რომ ციხეში ერთი წლით იჯდეს კაცი? არა, იცით რა, საზოგადოება სარგებლობს იმისას, ბატონილია. არ არის ესე ჩატარდეს პროტესტი, მაგრამ არ შეუშალოს სხვა ადამიანს, სხვა პიროვნებას. ჩვენ ყველაფერზე ვისაუბროთ, ძალიან თქო პროტესტზე უკმაყოფილებაზე, მაგრამ თქვენ ძალიან ხო ნუდა კარგავს რეიტინგებს. ქალბატონო, კეთილი, რა კითხვაც გვაქვს? ერთი წუთი დამასრულებინეთ რა. კეთილი, ნუ ჩვენზე ნუ ისაუბრებთ რა, თემებზე ისაუბრეთ. ჩვენ რას ვიტყვით, ჩვენი საქმეა, როგორც თქვენ რას ვიტყვით, თქვენი საქმეა. მე მინდა თქვენ შევხვდეთ პირადად, შეიძლება? ბუნებრივია, ცხადია შეიძლება. აი საჩერება მოვიდეთ და გახსოვთ. ობიექტივის მისამართია მიხეილ ბურძგლას ეს აგვისტოს ომის გმირია. ვიცი. 33. საათი მაინტერესებს როდის იქნებით ტელევიზიაში. არ ვიცი, ახლა ტელევიზიაში ვარ, აქ ვიქნები დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მობრძანდეთ დიდი სიამოვნებით. მადლობა ზარისთვის. 557 88 55 88. მე როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტი, ახალგაზრდა უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქე 2006, 2007, 8, 9, 11 წლებში და შემდეგაც ბევრ აქციაში უმონაწილეობდი. ვიყავი თანასწორობის ინსტიტუტის წევრი, ეს შეგახსენებთ რომ ლევან გოგიჩაიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის და ახალგაზრდების და არა მარტო დიდი გაერთიანება იყო, არ შეგეშალოთ თავისუფლების ინსტიტუტში, ის თავისუფლების ინსტიტუტი ბოროტი ხალხის იყო და თანასწორობის ინსტიტუტი სხვა, რომლის წევრიც მე ვიყავი და ჩვენ ხშირად გვაკავებდნენ იმის გამო, რომ პროტესტს გამოვხატავდით. ხელში ქონდა ჩაგდებული იმჟამინდელ რეჟიმს ყველაფერი. არჩევნებს თითქმის ძალა ქონდა დაკარგული, სასამართლო, მედია, ყველაფერი მათ ხელში იყო, ძალადობა არ ნახული ციხეებში და ჩვენ გვიწევდა რომ რაღაცნაირად ხანდახან გზაზეც გადავსულიყავით და ვაკეთებდით ამას. ვაკეთებდით და ამის გამო მე დაკავებული ვარ, მაგრამ ისიც მახსოვს რომ 1 საათში გამათავისუფლეს. სხვა ბიჭებს მაქსიმუმ რაღაც ჯარიმას აკისრებდნენ. ახლა ისეთი კანონები, რომელიც ერთმა პარტიამ სათავისოდ მიიღო, აღმაშფოთებელი არ შეიძლება რომ გზის გადაკეტვისთვის ადამიანი 1 წლით ციხეში გაუშვა და პლუს 5000 ლარიანი ჯარიმა დაამატა. არ არის ეს სამართლიანი. ხვალ ჩვენ მოგვიწევს გამოსვლა, ხვალ ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენ დაგვაკისრებენ ასეთ ჯარიმებს და 1 წლით ციხეში გაგვიშვებენ. დრონი მეფობენ და არა მეფენი. ხვალ ქართული ოცნება აღმოჩნდება ოპოზიციაში, მარადიული მთავრობები არ არსებობს და თავიანთივე მიღებული კანონებით თვითონ ოპოზიციაში მყოფ ქართულ ოცნებასაც დაიჭერენ. თვითონ ქართულ ოცნებასაც აკრძალავენ თავის მიერ აღებული კანონებით და სხვა პარტიებსაც ალბათ. და ამიტომ მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით ხელმძღვანელებთ. უფრო შორი პერსპექტივით შევხედოთ ამ რეპრესიულ კანონებს, რასაც იღებენ. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. აი ძალიან კარგი ხალხი ხართ. აი თქვენ როცა ალტიფუსთან ერთად იყავით. ქალბატონო, ჩვენს კითხვაზე რას გვიპასუხებთ? აი ეხლავე გეტყვით. დიახ. ხო, აი მე ორჯერა ვარ მასში არჩევნებზე ნაყოფი. ერთი ეროვნული მოძრაობის დროს და ერთი ვიყავით გასულ წელს. ძალიან მიყვარხართ. მადლობა, მიიღეთ დიდი პატივისცემა ჩემგანაც. ქალბატონო, კითხვაზე რა სიტყვით? მადლობა დიდი. გაითიშა როგორც ჩანს, მისაღებია თუ არა ხელისუფლების პროპაგანდისტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოების ზედმეტმა ნაწილმა, ვინც ქართულ ოცნებას არ ეთანხმება, ქვეყანა უნდა დატოვოს, სამაგიეროდ ინდოელებისთვის, არაბებისთვის, თურქებისთვის, ირანელებისთვის, გინდათ რუსებისთვის, ვინც გინდა იყოს, ხსნილია საზღვრები, ყველა შემოდის და აქ რჩება. ტურიზმზე არ მაქვს საუბარი, ტურიზმი კარგია. ზარია, გისმენთ? ალო, გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ? რა მაინტერესებს, ვინ ჩააბარა ამასეს ქვეყანა? მემკვიდრეობის აუტოვეს რომ არ ხალხს უწოდებს ქვეყნიდან? დიახ.
ბუნებრივია არავინ არ ჩააბარა მემკვიდრეობით. თუ არ უნდა თვითონ დატოვოს, რა ფერჩია ახლა? დიახ. მადლობთ. მადლობთ. თანამედროვე ფეოდალიზმის ნაირსახეობა წარმოდგენილი, რასაც გადაწყვეტენ, მარტო ისე იქნება ყველაფერი, არაბულ ინვესტიციასაც მოვაწყობთო, გავაკეთებთო, ორ ქალაქსაც ავაშენებინებთო, საზღვრებსაც გავხსნით უცხოელებისთვისაც, სამაგიეროდ საქართველოს მოქალაქე ვინც არ დაგვეთანხმება, წავიდესო ბატონო. და ვინც დარჩებაო, იყოს ჩვენს მონობაშიო, ჩვენ გავმდიდრდებით და თქვენ გაღარებდითო. პირდაპირ ამ სიტყვებს არ ამბობენ, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ მოცემულ ვითარებას, ზუსტად ეს გამოდის. და ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. ვიმეორებ, ჩვენმა მაყურებელმა, რადიომსმენელმა, თელმა ქვეყანამ ეს არ დაიმსახურა. ახლა მე როდესაც ვსაუბრობ, ერთი მოქალაქე ასე ვსაუბრობ და არც პარტიის წევრი ვყოფილ ვარ და არც ვარ ამჟამად, რომც ვიყო ყოველგვარ პარტიულობას ახლა აზრი დაკარგული აქვს, ჩვენ მთელი გულით უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანას ვუშველოთ. ყოველგვარი პარტიულობა მე ასე ხარისხოვანია. ახლა ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს საქართველო, რომელსაც არაბიზაცია, თურქიზაცია, ირანიზაცია, ინდოელიზაცია და რა ვიცი რა აღარ ემუქრება უკვე. ზარია გისმენთ? ალო, მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა არის, ვამბობენ, ვისაც არ მოსწონს წავიდნენ, უმცირესობა შეგიძლია და წავიდნენ, ჩვენ უბრალოდ დავჩებით. ახალ არჩევნებს არ ჩავატარებ და ავარჩევთ ისეთ ხალხს, რომელიც ესე იგი ხალხს და ქვეყანაზე იზრუნებს. გასაგებია თქვენი სათქმელი, მე სიმართლე გითხრათ, ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი იმ ადამიანებს არც ერთი მხრიდან არავის არ ვეტყოდი, რომ წადი საქართველოდან. ვისაც არ ვეთანხმები, იმ ხალხსაც არ ვეტყოდი. მე ასე ვხედავ სიმართლე გითხრათ. ვინც დააშავა ის ყველა პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგეს. ჩვენი ქვეყანა ისედაც იცლება წელიწადში 100,000 ადამიანი გარბის და მიდის. სამაგიეროდ წელიწადში 200,000 ინდოელი შემორბის. აი რა გვეშველება ამ ვითარებაში, ახლა კიდევ გონიოს, კრწანის, თბილის, ბათუმს ყიდიან არაბებზე, იერსახეს გარდაუქმნითო. და ქართულს კიდევ დამატებით მოუწოდებენ, რომ ვისაც არ მოგწონვართ, წადიო. ზარია, გისმენთ, როგორ აფასებთ ამ რეალობას? მე ვაფასებ აი ასეთი მდგომარეობის. ესე იგი, რაც ეს ნიშნავს ხელისუფლება, რაც იყო სააკელი ხელისუფლება და ეს გახსნილი ნაციონალები და მათი მიმდევრები უკვე ყველასთვის გასაგებია. ვიცი და გვეზიზღებიან ისინი. ღმერთმა გასცეთ იმას პასუხი, რომ კიდევ ცდილობენ ხელისუფლებაში მოწმეს. მაგრამ ეს ხელისუფლება თუ არაფერს არ ეკეთებს, ყველამ ხო კარგად იცის. რამდენი წელია ხელისუფლებაში არიან? აი როდესმე თუ გამოუკლენიათ ქართველები აქედან რომ არიან გადასახლებული უცხოეთში, უცხოელების მონებად, რა პირობებში ცხოვრობენ? როგორ მონოსამსახურში არიან, ამცირებენ, სხვადასხვა შეურაცხყოფას აყენებენ, ყველაფერს აკადრებენ თუ არ აკადრებენ. რომ ეს ხელისუფლება როდესმე თუ ცდილობდა, ან ცდილობს თუ ეს ხალხი თავიანთ ოჯახებში დააბრუნოს და დაასაქმოს. არაფერს არ აკეთებს. ან რასაკეთებს ეს ხელისუფლება იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქედან ლუხმაკური საშუალება და ოჯახის გადასარჩენად არ გაიქცნენ უცხოეთში. არაფერს არ აკეთებს. ესე იგი, ესენი არიან ქართველების მკვლელები, სატანები. მეტი რა გითხრათ? მადლობა ქალბატონო. ესენი უნდა წავიდნენ ჯანდაბაში. გასაგებია თქვენი სათქმელი, მადლობა რომ დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე გარემო ცხოვრებისთვის, ხელფასები, პენსიები, ზოგადად შემოსავლები, სოციალური დახმარებები, იძულებით გადაადგილებული პირების სასაცილო შემწეობა, ვეტერანების დახმარება, ყველაფერი ეს ჯამურად არის იმდენად მცირე და დაბალი, რომ ამით ვერ უმკლავდება ქართველი ფასებს და გადასახადებს რაც გვაქვს. ახლა ქონების გადასახადი შემოიღეს საერთოდ რაღაც ახალი სასაცილო რამ ბოლო წლებში. ესო ევროპული კანონია გვეუბნებიან და ევროპაში ცხოვრების დონე მაღალია. სხვა ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონი არსებობს, ცხოვრების დონე მაინც არის მაღალი და არ უჭირს ადამიანს რომ გადაიხადოს ეს ქონების გადასახადი. ისედაც წასვლის პირას დგას, ყველა ამაზე ფიქრობს. არც სასაკოვანისთვის და არც ახალგაზრდისთვის პერსპექტივა არ ჩანს და კიდევ გვეუბნებიან რომ ვინც არ გვეთანხმებით წადითო.
საზოგადოების ზედმეტი ნაწილიო, აი ამ სიტყვებით თან. ზარია, გისმენთ. მოგესალმებით, დიახ. მე იმედა საერთაშორისო აი გასულ ახალგაზრდებს რაღაც აპიკების გულისთვის კეტავენ 15 კაცი 20 კაცი და აშენი 15 და 20 კაცს დღეში აკავებენ ბატონო და 50 კაციც დაუკავებიათ დღეში ასეთი შემთხვევები. გეუბნები ისინი ფულზე არიან გაყიდული გააცუცკენ ყველანი. არ არის ეს სიმართლე. აი კიდე წავიდა ეს. არ არის ეს სიმართლე, ეს არის პროპაგანდა. ცოტნე გამსახურდიაზე ხმას რატო არიგე? რა უნდა ვთქვათ, ცოტნე გამსახურდიაზე. შედა სარესპენდე, ზუსტად ხმას არიგებ და რა უნდა ვქნათ ჩვენ მითხარით? რა გავაკეთოთ მითხარით? მირჩიეთ. სირებულები არიან, ფულზე არიან გაყიდული. კეთილი, დიდი მადლობა ზარისთვის. ყოფილა ასეთი ზარები ადრეც რომ რატომ არ იღებთ ხმას, რომ ამოვიღოთ რა უნდა ვთქვათ. რა უნდა გავაკეთოთ მითხარით მე? რა სახის ჩარევას ისურვებდით თქვენ ოჯახურ საკითხში? არ ვიცი, ჩვენ მედიაც ალბათ უფრო ზომიერად, მოზომილად უნდა უყურებდეს ამ საოჯახო საკითხს. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა გენაც. მოგესალმებით. მე აი ეს მესამე თუ რეკავ თქვენთან და სულ პირველად რომ დავრეკე, მაშინ გითხარით რომ ივანიშვილი იჯდა იმედზე ნიკა ლალიაშვილთან ერთად თქვა სიტყვით ვიმეორებ 10-15 წელიწადი საქართველოში არაფერი არ იქნებაო გასავლითო რაღაც იაპ ბილეტებს აკეთო წავიდითო ჰოლანდიაშიო მიუნხენშიო იქო აქო მაგრამ ვინ და ხაინდრავა სამი დღის უკან იჯდა უცნობთან და პირდაპირ გითხრა ვინც არ გვეთანხმებით მიბძანდითო ლადაშატინიშვილზე აღარ არის ლაპარაკი. ვინ? ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდია ხაინდრავა მოგისპო და მისნაირებმა. ამიტომ ქუდზე კაცი მაშინაც გითხარით, გარეთ გამოვიდეთ. ორი ჯოხითა ვარ 91 წლის მოხუცი რაჭველი. ჩამოვალ და გამოვალ. გადმოვყაროთ ეს ხალხი ნაცების სახილით იმათი შეზიზღებით იმდენი რამე სიძულვილი გაუკეთეს საქართველოს რომ სიზმარშიდაც არ მოგვესიზღვრებოდა ჩვენ ბევრს ქონდათ ივანიშვილის იმედი მე ერთი წუთი არ მეჯერა მაგაცის რუსეთში იმიტომ აშოვიეს მილიარდები რომ საქართველოში ქართულ საქმეს გააკეთებინებ და გასაგებია თქვენი სათქმელი 5-5-7-88-55-88 ბოლო დროს ძალიან გახშირდა განცხადებები, სადაც გვეუბნებიან, რომ საზოგადოების ზედმეტმა ნაწილმა, ვინც არ იზიარებს ქართული ოცნების გზას, საითაც ის მიდის, უნდა დატოვოს ქვეყანა. გამართლებულია თუ არა ასეთი ტიპის მიმართვები ხალხის მიმართ? გისმენთ, ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო ილია. გამარჯობა. ეხლა უსმენთ თქვენ გადაცემა და წინა მამაკაცი იყო გამოსული და ამბობს რომ გაყიდულია ფულზე ახალგაზრდობა და იქ შეურაცხყოფა მიაღენა ვინც მიტინგზე დგას. არ რა უნდა უთხრა ამ კაცს რა უნდა გუში 71 წლის ქალბატონი რომელიც ტოლვილი არის აფხაზეთიდან და რომელიც აი მიტოვებულ ქართველებს მარხავდა პატივსცემდა ჯერ წარმოიდგინე მარტო ქალმა ასეთი რამე გააკეთოს ასეთი ტრავმა მიიღოს და ჩამოდის ვიღაცა სხვათა შორის ეს ქალბატონი ერთი წუთით ეს ქალბატონი რომ დაიჭირეს 71 თუ 12 წლის ქალბატონი შემდეგ გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და იქ ჩხრეკენ ადამიანებს ასეთი წესია და 2 ლარ ნახევარი ამოიღეს მისი ჩანთიდან აი სიცხვილე დიახ. კი, ისმის, ეთერში ხარ. აი და სიცხვილეა, აი მილიციას მინდა უთხრა, აი პოლიცია, ვიღაცას ფორმაცია, სიცხვილე, ბიჭო, სიცხვილე. ვაჟკაცი კაცს ქალს იცნობ. ვინ არის? და იმ ქალს 2 ლარ ნახევარი მანეთი პული აქვს ჩაღებული, ამხელა ტრამიან ქალს. და ვიღაცა კაცი გამოდის და ეუბნება რომ პული აქვს აღებულია. არ ილია რა მინდა გითხრა ისი? ზართულათა ჩვენი ქართველი ერის საქმე. გამოდის და ტრაბახობს კობახიძე და ისო რაც ჩვენო გამოვიტანეთ დადგენილება ყოველთვის ოპოზიცია გამოდის და
სულ წინააღმდეგიაო. მერე მაინც ასრულებენ ამ მის დადგენილებებს ხალხი უკვე ნელ-ნელა და ყველაფერი მიიღებს რაც κανონი უნდა. დიახ. ისეთი ქართველი კაცი დაძინებულია მე მგონი ასეა რა. მადლობა თქვენ. დიდი პატივი მინდა ვწერა იმ გალს რომელიც ასეთი თამაშია. იმ მამაკაც თუ კი მამაკაცია ის რა ის კაცია მიიღო. მადლობა თქვენს არისთვის. შეიძლება ვთქვათ რაღაც აქციას არ ვეთანხმებოდეთ, რომელიმე გამოსვლის მიზნები, ამოცანები არ მოგწონდეს, მაგრამ უსამართლოდ არაფერი არ უნდა დავაბრალოთ არავის. ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი, როდესაც რაღაცა ასეთი ტიპის განცხადებას ვაკეთებთ. ჩვენი ხალხი იმით არის განსაკუთრებული და გამორჩეული, რომ პროპაგანდას ადვილად არ იჯერებს და უმეტესობა არ იჯერებს პროპაგანდას. სააკაშვილის პერიოდის მაგალითიც კმარა, როდესაც ყველა მედია თითქმის ჩაკეტილი იყო, ამ პირობებში მოახერხა ქართულმა ოცნებამ და არა ქართული ოცნება, მაშინ ერთი პარტია კი არ იყო მარტო იქ, უამრავი პარტია შედიოდა და მთელი ხალხი გვერდით დავუდექით 2011-12 წლებში. მაინც მოახერხა გამარჯვება ქართულმა ოცნებამ, მაშინ და ახლაც ასეთივე ჩაკეტილი სივრცე იქნება, ახლაც ასეთივე ტყუილი პროპაგანდები ვრცელდება, მაგრამ ყველაფერს არ უნდა დაუჯეროთ და უსამართლო არ უნდა ვიყოთ. ამაშია საქმე. ზარია, მოგესალმებით. მაგალითად, დიახ. ქართული ხალხი ყველა წინააღმდეგია. დიახ, რისი? ქართული ხალხი ყველა წინააღმდეგია. საქართველოს არის ქართველების, ამიტომ აი გმავნებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. დიახ. აუცილებლად უნდა გაუქმდეს ეგ ხელშეკრულება. დიდი მადლობა ქალბატონო, გავიგე თქვენი სათქმელი. ალბათ ბოლო ერთ წარს კიდევ მივიღებთ. მისაღებია თუ არა ხელისუფლების პროპაგანდა, რომ იმ პიროვნებებმა, ვინც არ ეთანხმება ქართულ ოცნებას, ქვეყანა უნდა დატოვოს და ასეთი მაგალითები ბევრია და არაერთია, არ მინდა ახლა მხოლოდ კონკრეტულ რამდენიმე პერსონას შევეხოთ. ზარია, გისმენთ, ვინც ამას ამბობს, ამ პირებს არ ჩამოვთვლი ამჯერად ყველას. გისმენთ? ხო, დრო ამოგვეწურაო მანიშნებენ, უნდა დავამთავროთ დღევანდელი ეთერი. მადლობა თითოეულ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს, ვინც გვისმენდა, გვიყურებდა და გვირეკავდა. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ეთერს. ნახვამდის.